გამარჯობა ძვირფასო ტელემაყურებლებო. გამარჯობა გონების დაფაკლა თქვენს წინაშეა. ძალიან საინტერესო სიახლეები და გია გიორგაკაძე გაგვაცნობს აი ამ სიახლეებს. გოგა, თავიდან მინდა ვთქვა, რომ ძალიან სასიხარულოა, რომ სოციალურ მედიაში უკვე გამოჩნდა ამ მონადები ჩვენი ინტერვიუები. არც მიკვირს, იმიტომ რომ ისეთ საოცარი სტუმრები ყავდა გონების დაფაში და კონკრეტულად ისეთ საოცარ ადამიანებს თან ჩაწერე ინტერვიუები, როგორც არის ნონა გაფრინდაშვილი, მაგალითად ხო აი ლეგენდა ელიზაბარ უბილავა, ნანა ალექსანდრია, რომ არც მიკვირს, რომ მათი ციტატები უკვე ამოჭრეს და სხვადასხვა გვერდებმა გაავრცელეს. დღევანდელ გადაცემაში ტრადიციულად ჩვენ შევთავაზებთ ჩვენს ტელემაყურებლებს საინტერესო სიახლეებს, როგორც სოფლიოს საჭადრაკო სიახლეებს და გვეყოლებიან სტუმრები. რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესო ადამიანები, დიდი ენთუზიასტები ჭადრაკის და აი რასაც ქვია მოყვარული ჭადრაკის, მათზე ითქმება ძმები აბესაძეები, რომლებიც არიან ექიმები, ცხოვრობენ ზესტაფონში და ძალიან დიდი წვლილი აქვს გაღებული ჭადრაკის პოპულარიზებაში, არა მხოლოდ ზესტაფონში, თლიანად საქართველოში და მათ ძალიან საინტერესო იდეა აქვს და რა იდეა აქვს. ამას გია გიორგაძე თავის ინტერვიუში გვეტყვის. განვიხილავთ ასევე საინტერესო პარტიას, როგორც ეს რუბრიკა შეუყვარდა ჩვენს მაყურებლებს და შევთავაზებთ ამოსახსნელად საინტერესო ეტიუდს, როგორც ტრადიციულად. ასე რომ თვალი ადევნეთ გონების დაფას და მიიღეთ მონაწილეობა ამ საინტერესო ამოცანის ამოხსნაშიც და მოგიწვევთ კლუბ 64-ში. რაც შეეხება სიახლეებს, გოგა, რაც მთავარი ტურნირი დამთავრდა ამ პერიოდის, ეს იყო პრაღის საერთაშორისო ტურნირი. ფაქტობრივად ძალიან პრესტიჟული ტურნირი. ძალიან პრესტიჟული ტურნირი, უკვე ჩამოყალიბდა და ისევ აზიური ჭადრაკის ტრიუმფით დამთავრდა ეს ტურნირი. აღარც მიკვირს. ევროპის ცენტრში შედეგები კი ასეთია. პირველი ადგილი აბდუსატოროვი, მეორე არის მაღსუდოღლუ, ეს არის ირანის მოჭადრაკე და მესამე ადგილი არის ინდოელი მოჭადრაკე არავინ. ესე იგი მართლა აზიამ აიღო ევროპა თუ შეიძლება და აბდუსატოროვს განსაკუთრებით წარმატებული წელი აქვს. სულ ახლახან დაიწყო წელი, აგერ 3 თვეა და არც კი სულ გასული და აბდუსატოროვს ასეთი რა ვიცი, ალბათ კარლსენ ძალიან დიდ პაექრობას გაუწევს. კი და რაღაც გულდასაწყვეტი არის ის, რომ ამ ჩემპიონატში მონაწილეობდა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ინდოელი გუკეში და ისევ ცუდად გამოვიდა და მარტო მე-9 ადგილი დაგვაყოფილა. რას მიაწერა ამ ამბავს? არა, ძალიან ცუდი პერიოდი აქვს. ესე თუ გააგრძელა, ახლა პრეზიდენტთა ტურნირი დაიწყება მალე და მე მგონი კონკურენციას ვერ გაუწევს პრეზიდენტთა ტურნირის გამარჯვება. გონების დაფაკი პრეზიდენტთა ტურნირის აუცილებლად დაუბრუნდება და სიახლეებსაც გაგაცნობთ. და შევხედავთ უკვე რას იზავს ჩვენი ინდოელი ჩემპიონი. ახალგაზრდა არის და მე ვფიქრობ, რომ ის შეძლებს ამ კრიზისის დაძლევას და გამოასწორებს საქმეს. დასრულდა აგრეთვე ძალიან დიდი საერთაშორისო ტრადიციული აერფლოტის ტურნირი, რომელშიც გაიმარჯვა ნეპომნიაში. ეს ერთ-ერთი ვარსკვლავი არის თანამედროვე ჭადრაკის, მაგრამ მიიღო მონაწილეობა ეს უკვე ძალიან მნიშვნელოვანია და დაამტკიცა თავისი სიძლიერე ამ ტურნირში, მან დააგროვა 7.5 ქულა და 1 ქულით გაუსწრო მეორე მესამე ადგილზე გასულს. საინტერესო არის, რომ უკვე გამოცხადდა 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის თავისუფალ ჭადრაკში შემადგენლობა ერთი წლის. ეს იქნება მეორე მსოფლიო პირველობა და რაც თავარია, ყველაზე საინტერესო სიახლე არის ის, რომ თავისუფალ ჭადრაკში გაიმართება უკვე მომავალ წელს ქალთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე ქალები შეეჯიბრებიან. უკვე გამოცხადდა შემადგენლობა, ესენი არიან კარლსენი, კარუანა, აბდუსატოროვი, რომლებიც წინა ჩემპიონატში მონაწილეობა პირველი 3 ადგილი დაიკავეს. დიახ და კიდე დაემატება 2 მოჭადრაკე, რომელიც შეერჩევა და როგორც სწორი ბრძანა გოგაშენ, ქალების ტურნირი ძალიან საინტერესო იქნება, მე დარწმუნებული. და ძალიან მინდა რომ ჩვენ გავხდეთ პირველები, წინა გადაცემაში თქვი, რომ ჩავატაროთ ეროვნულ დონეზე ქალთა და ვაჟთა, ასე ვთქვათ, პირველობები თავისუფალ ჭადრაკში, არა მხოლოდ კლასიკურ ჭადრაკში. და ჩვენი მოჭადრაკეებიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვას იტყვიან. მაგრამ თუ გაქვს ინფორმაცია ქალთა მსოფლიო ჩემპიონატზე ვინ მიიღებს მონაწილეობას? ვაჟების უკვე ვიცით. ის სპეციალური შერჩევა მოხდება. ერთადერთი რაც ვიცი, ეხლა ამ ვაჟების ჩემპიონატის პარალელურად იყო საჩვენებელი მატჩი და საჩვენებელი მატჩის გამარჯვებულს იწვევენ მომავალ წელს უკვე. და დანარჩენი შეირჩევა. სტუმრის დრო არის, გოგა, ჩვენს გადაცემაში. მოусმინოთ ძალიან საინტერესო ინტერვიუს, ჩვენ მქონდა სოდაშორის ქალბატონი ნონა გაფრინდაშვილმა ახსენა ბიჭებზე
თავის ინტერვიუში, რომ მათ განსაკუთრებული საჩუქარი მიუძღვნეს ქალბატონ ნონას და ეს დასამახსოვრებელი იყო მისთვის. რა საჩუქარია ინტერვიუში გავიგებთ? გავიგებთ ინტერვიუში, რა თქმა უნდა, როგორ ვინც გააკეთა, მასაც მოусმენ ჩვენ, იდეა იყო აბესაძეების, მები აბესაძეების, თამაზ და მალხაზ აბესაძეების, ხოლო ხორცი შეახლა ზადა წულუგიძემ. ესე გია გიორგაძემ ასე ვთქვათ, სტუმრებს ჩააკითხა ზესტაფონში ჩაწერა ინტერვიუ და მოდი ერთად მოусმინოთ აი ამ შესანიშნავ ადამიანებთან ჩაწერილ ინტერვიუს და გავიგოთ რა იდეა აქვს და რა წვლილი შეიტანეს მათ ჭადრაკის განვითარებაში. მოგესალმებით, დღეს გონიერი დაფის სტუმრები არიან ძმები, თამაზი და მალხაზ აბესაძეები, რომლებიც ჭადრაკის თამაში სკოლის პერიოდში დაიწყეს და შემდეგ ფაქტურად აქტიურ ჭადრაკს ჩამოშორდნენ, მაგრამ ისინი გახდნენ ჭადრაკის ნამდვილი გულშემატკივრები ამ სიტყვის სრული გაგებით. სტუმრად კი ვყოფებით ძალიან საინტერესო ადამიანთან, იურისტთან, შემოქმედთან, მას კინისკაცში არქვეს, რადგანაც კინაში სასწაულ ნიმუშებს ქმნის, სადაც ოლუმიდესა. მადლობა ზაზა მასპინძლობისათვის, ნამდვილად ზესტაფონში უკეთეს ადგილს ვერ წავირჩევდი ამ საინტერესო ინტერვიუს ჩასაწერად, მაგრამ საინტერესო არის რაშუაში ჭადრაკის შეცხოვრებაში და ამას წინათ ქალბატონ ნონა გაფრინდაშვილი მქონდა ინტერვიუ და მან მითხრა თუ რა თვიფას საჩუქარია ჩუქეშინ მას. სწორედ ამ საჩუქარზე მინდა ვისაუბროთ, დავიწყოთ იდეიდან, საიდან დაგებადა ეს იდეა და რა დიდი სიყვარული შეუდექი მის საქმიანობას, მის კეთებას. რა შეეხება ჩემ კავშირს ჭადრაკთან არ ვარ ისე ახლოს როგორც თქვენ წარმოგიდგენიათ, მაგრამ ეს იყო დამსახურება ჩვენი საყვარელი თანაქალაქელების, ჩვენი ექიმების, მეცენატების, თამაზ და მალხაზ აბესაძეების, რომლებმაც გადაწყვიტეს. ჩაგითრიეს ესე იგი. რა თქმა უნდა, გადაწყვიტეს რომ მაგრამ ხო ეზახოდი გაუგუბროში მოხდიო. არა, ნელ-ნელა ვსწავლობდი აი ფიგურების დანიშნული რომელი და ფიგურა იყო. რამოდენიმე ფიგურა ვიცოდი მაგამდე და მე ნელ-ნელა დავიწყე და რა ვიცი, გამოვიდა, ჩემი აზრით კალი კომპოზიცია გამოვიდა. თამაზ და მალხაზ აბესაძე ძალიან უნდათ შესანიშნავი საჩუქარი გაეკეთებინათ და ჩემთან რამოდენიმე კომპოზიციის ნახვის შემდეგ, რომელიც დაკავშირებულია მინოსთან, ბევრთან, საქართველოსთან და აი ამასთან სინთეზი მოახდინეს და მომაწოდეს კარგი იდეა, შესანიშნავი იდეა, რომ ქვევრის ხონებოდა შახმატის ჭადრაკის ფორმა და იქიდან ნელ-ნელა ერთობლივად დავიწყეთ ამ იდეის ხორცშესხმა და გამოვიდა ის რაც გამოვიდა. ძალიან მაგარი გამოვიდა. მე ქალბატონ ნონა გაფრინდაშვილის უტავი პარტია არის ასახული ამ კომპოზიციაში და მე ვფიქრობ ძალიან დიდი და კარგი გახარებულია ყოველთვის ქალბატონ ნონა. რა თქმა უნდა, ეს არის ყველაზე მთავარი ჩვენ ნახეთ ის ბედნიერი სახე ქალბატონ ნონასი, ის მასპინძლობა, ის გულითადი მადლობა, რომელიც მან დაგვახვედრა საჩუქრის გადაცემის დროს. ზაზა, როგორც მე ვიცი, შენ გაქვს ახალი იდეები საჭადრაკო კუთხით, ანუ ჭადრაკის მოღვაწეობას აგრძელებ და მოდი ამ იდეებსაც გვიანდე. გვინდა რომ აი ჩვენ 4-ეულზე ჭადრაკის დედოფლებთან დაკავშირებით ნონაზე, მაიაზე, ნანაზე გავაკეთოთ ერთი კარგი კომპოზიცია და დაიდგას ჭადრაკის სასახლესთან. ნუ რამდენად მოახერხებთ, ესკიზი შექმნილი გვაქვს, სამუშაო ფორმა აქვს, რა თქმა უნდა, ჯერ, მაგრამ საჯადრაკო სფერო ალბათ განიხილავს, ერთად განიხილავთ და რა ვიცი, თუ იქნება დადებითი გადაწყვეტილება, მე მზად ვარ რომ შევასრულო და ჩვენ ძალიან მომდევნულები ვართ, ძალიან ბევრი ვიმუშავეთ ერთად, თამაზის და მალხაზისთან ერთად. ნახოთ რა ვიცი, ალბათ მივიყვანთ ბოლომდე. ეხლა კი მინდა ალავერდით გადავიდე ჩვენს მეგობრებთან, თამაზ და მალხაზ აბესაძეებთან. ჩემო მეგობრებო, მე მინდა გაიხსენოთ ის პერიოდი, როდესაც თქვენ დაიწყეთ პირველი ნაბიჯები ჭადრაკში. როგორც მე ვიცი, თქვენმა უფროსმა ძმამ, გია აბესაძემ, საქართველოს თავშეწირულმა კაცმა გასწავლათ თქვენ ჭადრაკის თამაში, პირველი სულები გასწავლათ. და ასე თქვენ მოგწამლათ ამ საქმით, ხო? მე მინდა გაიხსენოთ ეს პერიოდი, შემდეგ როგორ განვითარდა ეს თქვენი საჭადრაკო ცხოვრება და რა ვიცი, რასაც კარგს გაიხსენებთ და საინტერესო თუნდაც კურიოზი იყოს, ჩვენ მაყურებლებს იქნება ძალიან საინტერესო. მე ვიცი რომ ცნობილ ადამიანებს, ცნობილ მოჭადრაკეებს უწევთ თქვენ წინაშე გამოსვლა ამ ეთერში და ჩვენთვის ეს დიდი პატივია ამ სიაში მოხვედრა. რაც შეეხება იმას, ბავშვობიდან დაწყებული, რა თქმა უნდა, მოწამლული ვარ ჭადრაკით, პირველ რიგში რა თქმა უნდა, ჩემი ძმით გია აბესაძემ გვასწავლა თამაში და
ჩემო ჯახში ყველა თამაშობდა, მამაჩევიც თამაშობდა. რა ვიცი, გეტყვით რომ ჩემი უბანი იყო განსაკუთრებული სხვა უბნებში რომ დომინოს და მარც თამაშობდნენ, ჩემი უბანი ჭადრაკს თამაშობდა. ხო, დომინოზე არ დასაწუნი. კი, არა დასაწუნი, მაგრამ გეუბნებით რომ სხვა კატეგორიაში სხვა კატეგორიის ხალხი იყო. ძალიან ბევრი ებრაელი იყო ჩვენს გარშემო, ჩვენს და ყველა თამაშობდა ჭადრაკს. აი, ორი კაცი თამაშობდა და დანარჩენი თავზე ადგა, უცდია თავს შემატკივრობდნენ და ესე ნელ-ნელა ჩვენ ვისწავლეთ ჭადრაკი. და მე უკვე სკოლაში, მაშინ როდესაც სტატუსში ჩამოყალიბდა საჭადრაკო სექცია, პიონერთა სახლი იყო მაშინ ასე ერქვა, იქ გავწევრიანდით და მას მერე სკოლაში შეჯიბრებებზე, იმაზე ყოველთვის დავდიოდით. რაღაც გარკვეული წარმატებები ჰქონდა, პირველ თანრიგის დონემდე მივედით, მაგრამ რო გითხრათ, რომ ახლა სერიოზული ჭადრაკისთვის, უფრო მე რა თქმა უნდა ინსტიტუტში ჩაბარების შემდეგ მედიცინას დავუთმეთ ჩვენი დრო და დავჭით მოყვარულების დონეზე, მაგრამ ჭადრაკთან კავშირი არასოდეს არ გაგვიწყვეტია. თქვენ პირველი ჭადრაკის მასწავლებელზე მწმენზე, მაშინ უფრო მწმელი იყო, ხო? ეს ტერმინი იყო. ოდაში მომიხევით ამის შესახებ. Ну, ეს როგორც თამაზმა თქვა, ეს პიონერთა სახლში იყო, ჩვენი პირველი მასწავლებელი იყო ზურაბ შეღრილაც. Ну, ეს კაცი პრაქტიკულად აი პირველი დებიუტები, პირველი სვლები, ну, აზროვნება ჭადრაკის დაფასთან ეს ყველაფერი მან მასწავლა. Ну, კლასიკურ დონეზე ასე რომ თქვა, როგორც ჩვენმა უნდა ასწავლოთ დავწყეთ ბავშვს. მაგრამ ხელშესახები კიდევ ის იყო, რომ ეს კაცი უაღრესად დიდი ინტელექტუალია. Ну, მის სახლში რომ მიხვიდეთ, ალბათ უზარმაზარი საჯარო ბიბლიოთეკა გეგონებათ. იმ დონეზე ნაკითხია, რომ არ ვიცი რა, მე არ მეგულება, ძალიან ცოტა მეგულება საქართველოში, მსგავსად განათლებული და ერუდირებული კაცი და ყველაფერზე გვესაუბრებოდა. ანუ ჭადრაკის გარდა ყველა თემა ჭადრაკთან ერთად. აი ჭადრაკიც მაგიტო უფრო შეგვიყვარდა, რომ გაინტერესებდა ამ კაცთან ურთიერთობა. ჯემალ მახათაძეს გითხარით, მაგრამ რაღაც ესაფონს ჭადრაკს რა თქმა უნდა. ბატონი ჯემალ მახათაძე ცნობილი საჭადრაკო კომპოზიტორი, რომლის სახელიც მსოფლიოში იყო ცნობილი, რომლის ეტიუდები, ამოცანები ფიდეს ალბომებშია შესული და საქართველოს ნაკრებში მსოფლიო ჩემპიონატების პრიზიორი იყო მრავალგზის და წლები მეგობრობით ამ კაცთან, რომელიც, ну, რა თქმა უნდა, გაცილებით უფროსი იყო ჩვენზე და ვეთაყვანებოდით რა მის ხედვას საერთოდ ჭადრაკის დაფისა. აღნიშნავ, რომ გაისად უკვე 26 წელს გვიწევს საიუბილეო მეათე ჯემალ მახათაძის სახელობის მემორიალის ჩატარება. ძალიან დიდ საქმეს აკეთებთ, ბიჭებო, მე მინდა ჩემი პატივისცემა გამოვხატო ამ კუთხით, იმიტომ რომ ზესტაფონში ჭადრაკი, რომელიც სამწუხაროდ რაღაც პერიოდში აღარ ჩანდა საქართველოს უკაზე, თქვენის მონდომებით, თქვენის მეცადინეობით, თქვენის მეცენატობით დაუბრუნდა საქართველოს საჭადრაკო სივრცეს და მართლა ძალიან კარგი ტურნირი არის, ბავშვები, ბევრი ბავშვი ჩამოდის, ბევრი ბავშვი გახარებული მიდის შემდეგ აქედან და მადლობა ამისათვის თქვენი. ახლა არ არსებობს ადამიანები, რაღაც ცხოვრებაში არ ქონდეს რთული პერიოდები, ხო? რაღაც ამოცანები გადასაწყვეტი. თუ მოგიწიათ, ასე ვთქვათ, დიდო სტატუსების გაკეთება, იმ გაგებით, რომ თქვენ ჭადრაკის ცოდნა გამოგაგებთ ზუსტად ამ პრობლემების გადაჭრაში. ეს ძალიან საინტერესო არის. ჭადრაკთან დაკავშირებული კურიოზული სიტუაციები ბევრი მქონია. სხვათა შორის ერთხელ მოვყევი ეს ჩემი სახელმწიფო გამოცდა სამედიცინო ინსტიტუტში, როდესაც უკვე ვამთავრებდით ათეიზმში ასეთი ვარდებოდა მეცნიერების, ხო, ათეიზმის მე სამართლებრივი ხო და ათეიზმში ვიკითხავდა ბატონი დავით გეგეშიძე, რომელიც ათეიზმის გარდა ყველაფერზე ველაპარაკებოდა. უაღრესად პატივსაცემი და ცნობილი პიროვნება იყო და აი გამოცდაზე რომ გავედი და მეკითხება, აიო, მედიცინის გარდა რა გაინტერესებსო?
მეთქი ჭადრაკი თქო და იმ პერიოდში დიდი სუპერ ტურნირი ტარდებოდა ქალთა საქართველოში მაშინ როდესაც პია კრამლინგი პირველად ასე ვთქვათ ჩამოითხოვეს ქალებმა მანამდე მხოლოდ მამაკაცებთან თამაშობდა და ამის საშუალებით გახდა მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი აი თვით მაია ჭიბურდანიძესაც გაუსწრო რეიტინგით და ჩამოვიდა და თამაშობენ აბსოლუტურად ყველა ელიტა თამაშობს მსოფლიოსი და ამ ტურნირს ვესწრებოდი და რა უთხარი რომ ჭადრაკი მაინტერესებს თქო მითხრა აბაო ამ ტურნირზეო კი მე უთხარი საქმის კურსში ვარ ვიცი დამისახელა პარტია ჭიბურდანიძე გაფრინდაშვილის პარტიაო როგორ დამთავრდაო უთხარი ყაიმით როგორ იყო ლაზიერების ენშპილი იყო ზედმეტი პაიკით ნონას თუ ქონდა მოგებაო ქონდა მაგრამ დაფასთან ვერ მიაკნო და ყაიმით დამთავრდა მეთქი არა შენ ინფორმირებული ხარ ნებისმიერ ჩაჭრება ხო არა ინფორმირებული ვიყავი და მათ კი არა და პია კრამლინგმა როგორ წააგო ის მაგათ საათობით ჩემეძო მელაპარაკა და მაგრამ ამან გაჭრა რომ უთხარი რომ მოგება ნამდვილად იყო ამ პარტიაში თქო და ხუთიანი დამიწერა ასე რომ ქალბატონმა ნონამ ჩემი გამოცდა თავის ხრებზე აიღო ასე ვთქვათ ხუთიანი მივიღე ქალბატონი ნონას და მაიას გამოიწვია მაშინ ასე იყო ჭადრაკი აი თამაშ მახსენა და აი ინსტიტუტში მართლა ბევრი ყავდა ჩვენი ლექტორები და მასწავლებლები ახსიგვა მახსენდება ნევროპათოლოგი ის წინალე თამაშობდა ჭადრაკის სექციაზეც მოდიოდა ჩვენთან და წინა დოცენტი იყო ნევროლოგიის კათედრაზე და აი მართლა ვიცნობდა ჭადრაკიდან ხო და იმასთან გამოცდის ჩაბარება უკვე იოლი და ჩვენთვის იოლი პარტიის თამაში ხარ ხდებოდა ჩაბარება აგრია მაგრამ ჭადრაკს ბევრჯერ ასე რომ ვთქვა და ისე თუ გაასტენდე და იტყოდი რომ ჭადრაკს ათამაში ვიყავ შეიძლება ესეც დაგხვარებოდა არა ერთხელ იყო რომ ესა ჩვენმა უკვე მეგობარმა და ჩემი ძმის გიას კურსელი იყო ბატონი დიმიტრი კოძაია, ახლა პროფესორია, ცნობილი პიროვნება გახლავთ და მაშინ კათედრაზე იყო ასისტენტი და პირველივე ჯერ არ ვიცნობს შევედით და დავაგვიანეთ. ტოპანატომიის კათედრაზე ვარ. დავაგვიანეთ და გაგვაცევა, გამოვედით გარეთ და ჭადრაკს თამაშობენ ასისტენტები. ბატონი მილო კუჭავა და ჩაუჯექივე თამაშები. თან ისა პატადია სამიძე და გია ჯგუფელები და ეს ჩვენზე 8 წლის უფროსი და ის უკვე მისი მავლა დავხდა ხო და გიას კურსელები და პრაქტიკულად. ხო და ეს დიმა არ გვიცნობდა მაშინ კოძაი. ხო და ბადა შემოვიდა იმაში შესაძლებელი გავაძევე და თქვენ ჭადრაკზე თამაშები თაკო. ბიჭო ძალიან მაინტერესებს, კი ვიცი დაახლოებით, მაგრამ მაყურებელს აინტერესებს რა როლი აქვს დღეს თქვენ ცხოვრებაში ჭადრაკს. რა აქტივობით ხარ დაკავებული, მე ვიცი რომ ძალიან დაკავებული ბრძანდებით თქვენი სამედიცინო სფეროდან გამომდინარე, მაგრამ ისიც ვიცი რომ ყველა სიახლის საქმის კურსში ხართ თქვენ. და როგორ ახერხებთ ამას და მომიგებით ამის შესახებ. ჩემს კაბინეტში სულ არის ჭადრაკის დაფა გაშლილი, მიუხედავად ავადმყოფს ვიღებ, არ ვიღებ. მაინც გაშლილია, მიუხედავად იმისა, რომ თავარი ექიმმა რამდენჯერმე შენიშვნა მომცა და მე თქვა რა ვქნაო ჭადრაკიაო და როგორ დავუშალო. ძალიან დიდი მადლობა ბიჭო. ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვივიდა. ხოლოს მინდა ერთი რამ ვთქვათ. ეს არის ჩვენი გადაცემის გონების დაფა და მე და თქვენი ესე ვთქვათ სურვილი, თქვენი ხელმოწერა დავაფიქსიროთ ამ დაფაზე, რადგანაც ყველა სტუმარი რომელიც მოდის ჩვენს გადაცემაში, ბოლოს თავისუფლების კითხვებს. ჩემთვის დიდი პატივია ქალბატონ ნონას ავტოგრაფის შემდეგ ჩემი ავტოგრაფი დავტოვო.
საინტერესო პარტია, რომელიც გათამაშდა ეხლახან დასრულებულ მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალ ჭადრაკში. თეთრი ფიგურები თამაშობს კარუანა, ეს იყო მატჩის მესამე გადამწყვეტი პარტია, რომლის მოგების შემდეგ კარსევნა ფაქტიურად გაინახდა მსოფლიო ჩემპიონობა, მაგრამ ძალიან საინტერესო პარტია იყო. თქვენ ნახავთ დაფაზე, რომ ფიგურები სხვანაირად არის განლაგებული, ეს კენჭისყრის შედეგად ხდება ესე და თეთრმა თავი სტრატეგია რა არის ამ თამაშში? თავი სტრატეგია არის თამაშის ის, რომ ისე განვითარდნენ, რომ რაც შეიძლება სწრაფად მიეცათ ფიგურებს საშუალება გამოვიდნენ, ბრძოლაში ჩაებნენ და ნუ ცენტრალური სტრატეგია, აქაც ცენტრალური სტრატეგია რჩება. ხო, ვინც აკონტროლებს, მას აქვს უპირატესობა. აი ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობდა პარტია. თავიდან ყველანი თეთრების და შავების ცდილობენ რომ განავითარონ ფიგურები და აი ამ პოზიციაში კარსენმა ითამაშა ახუთისვლა, რომელიც ჩემი აზრით ძალიან საეჭვო არის, რადგანაც არ იყო ახლა ამის დრო, ფაქტურად უპირატესობა დაუთმო თეთრებს ცენტრში, რაც ძალიან კარგად გამოიყენა კარუანამ. აქ წავიდა G4, გაიცვალა ეს პაიკები და ლაზერმა აიღო A7 და გამოვიდა რომ G7 პაიკი ძალიან სუსტი არის, თან ცენტრალური უჯრებს E5 უჯრას F6 პაიკი ვერ აკონტროლებს, ამიტომ ცენტრსაც უპირატესობა მოიპოვეს თეთრებმა. Q6 ლაზერი D3 D5 გაიცვალა ყველაფერი, მხედარია. A5 ეს თეთრი უნდა გაიცვალოს, გაიცვალა Q A4 ჯერ ქიში, მეფე D7, Q ლაზერით ქიში, მეფე D6 და Q A4. ნახეთ რა პოზიცია გამოვიდა. ფაქტურად შავების მეფე დარჩა ცენტრში მარტო. და ეს არის შუა თამაში, ხო? ჯერ არ არის ენჩმილი რომ ეს კარგი იყოს და შუა თამაში ძალიან სარისკოა ასეთი მეფით თამაში, მაგრამ აი ფაქტურად კრიტიკულ პოზიციაში შესაძლოა უკვე წაგების პირას მივიდა კარსენი, მან დაიწყო ერთადერთი ზუსტი სვლებით თამაში. ეტლი C8, მეფე D2, ლაზერი A7, F5, ერთობა შავი კუ ბრძოლაში, ლაზერი A6, ლაზერი B3, ეტლი C4. აი უკვე გადარჩენის რეჟიმი ჩართო კარსენმა და ამ შემთხვევაში განსაკუთრებით საშიშია თუ დროზე არ დასაჯე. გაიცვალა, ეტლებს გაიცვალა ლაზერი D და მოჩანს რომ ლაზერი G4-ის შემდეგ არ ვიცი, მაგრამ შავი რა უნდა გადაარჩინოს აქ. სხვა შორის კარსენს აქ ცოტა დროც ჰქონდა, კარუანას მეტი დრო ჰქონდა და მას შეეძლო უფრო მეტი დრო დაეხარჯა იმის მოგების გზის სანახავად, მაგრამ რატომღაც ის ანერვიულდა. ისე გოგო ამ პოზიციაში და იმის მაგურად რომ შვიდად ეფიქრა რომ გამარჯვების არა და მოგების შანსი ჰქონდა. ძალიან დიდი. ფაქტურად მოგებული იყო რა. ნორმალურ სიტუაციაში მოიგებდა ის ამ პოზიციას, მაგრამ კარსენი ნახულობს ერთადერთ სვლებს როგორ გააგრძელოს ბრძოლა. C3 ძალიან მაგარი სვლა არის და მხედარი D6. აი ცდილობს თუ თეთრი უჯრები ხედრით გააკონტროლოს. ქიში მეფე D5 ნახე, მეფე ცენტრში არის საერთოდ მოსული, დოდესაც ლაზერი Q და ეტლი უტევს მას. და იცავს მხოლოდ ერთი მხედარი. ეტლი F4, ლაზერი C4, ლაზერი G2. აი ხო დაიწყო კარუანამ ნერვიულობა. მე უყურებდი ამ პარტიას ლაივში და უყურებდი რომ კარუანამ ვერ დაინახა მოგებისა და დაიწყო ნერვიულობა და დაიწყო რატომღაც პასიური თამაში, რაც გამოიყენა რა თქმა უნდა კარსენმა. უჩვეულო ნერვიულობა იყო კარუანას მხრიდან. ეტლი E8, Q G3 და უკვე როდესაც კარსენმა დაინახა რომ მას აქვს შანსი უპირატესობის და ინიციატივის ხელში აღებს, რა თქმა უნდა ეს მან გააკეთა. G5, ეტლი G4, ნახე ყველა ფიგურა პასიურად უდგას თეთრებს. ეტლი F8, ლაზერი B3, ეს გადამწყვეტი შეცდომა ალბათ, ლაზერი F1, ლაზერი D5 და პირიქით მიიღო შამათი თეთრებმა. ამ პარტიის მოგებით ფაქტიურად კარსენმა გაინაღდა მსოფლიო ჩემპიონობა. და ახლა კი მაყურებელს შევთავაზოთ ამოსახსნელი. მაყურებელს შევთავაზოთ ძალიან საინტერესო ეტიუდი, ცნობილი ეტიუდი არის, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ჩვენი მაყურებლები მიიღებენ სიამოვნებას ამის ამოხსნით. სულად თეთრებისაა ამ პოზიციაში, თქვენ შეგიძლიათ დაფიქრდეთ და გამოგიზონოთ სწორი პასუხი ჩვენს Facebook გვერდზე. ახლა კი ჩვენს რუბრიკაში ისტორიის დრო არის, მაგრამ ისტორიას დავიწყებ იუბილეებით. მარტი ეს არის არაჩვეულებრივი ადამიანების, ასე ვთქვათ, დაბადების დღე. პირველი მე აღნიშნავდი დიდი სიხარული და სიამოვნებით ეს არის ფიშერის დაბადების დღე. ასევე მარტში დაიბადნენ ჭადრაკის ფედერაციის ყოფილი და ახლანდელი პრეზიდენტები ზურაბ აზმაიფარაშვილი და აკაკი იაშვილი და უფრო მეცაც გეტყვით ზურაბ აზმაიფარაშვილი არა მხოლოდ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი იყო, ის დღეს წარმოადგენს ევროპის საჭადრაკო ასოციაციას უკვე ზედიზედ ამდენი წელია, ზურა იღებს არჩევნებში ასევე მონაწილეობას და ვუსურვებ მას გამარჯვებას ბატონ აკაკის, ბატონ ზურაბს ულოცავ დაბადების დღეს, გონების დაფა და
უსურვებს წარმატებას და ბევრ ძალიან საინტერესო სიახლესა და შედეგს, რაც თავარია და მედალს. რა თქმა უნდა, გოგა უერთები მილოცვებს, ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეები აქვს ჩვენ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციას, სასწავლო პროგრამების დანერგვის კუთხით, ტურნირები დაიგეგმა წელს ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საქართველოში, რაც შეეხება ევროპის საჯარო კავშირს, ბატონ ზურავს მალე არჩევნები უწევს და წარმატება უსურვოს წინასწარ. კარგი. იმედი მაქვს ბატონი ზურაბი ასევე კვლავ გააგრძელებს ამ თანამდებობაზე მუშაობას. ახლა კი მინდა გაგაცნოთ საჭადრაკო ოლიმპიადებთან ქართულთა მონაწილეობის შესახებ ისტორია და მივყვეთ თანმიმდევრობით. 1978 წლის ოლიმპიადა უკვე ბუენოს-აირესში გაიმართა და საბჭოთა კავშირის ნაკრებს, კონკრეტულად კი ქალთა ნაკრებს წარმოადგენდა 3 ქართველი მოჭადრაკე: მაია ჩიბურდანიძე, ნონა გაფრინდაშვილი და ნანა ალექსანდრია, ხოლო სათადარიგო დაფაზე კი იმ პერიოდში რუსეთის სახელით მოასპარეზე ელენე ახმილოვსკაია. თუმცა ის თბილისელი გახდა მერე. თუმცა მოგვიანებით უკვე თბილისელი გახდა და ჩაეწერა ამ ასე ვთქვათ ქართულ მოჭადრაკეთა აი იმ სიაში, რომლებიც უკვე კვლავ აგრძელებდნენ ტრიუმფით სვლას. 1980 წელს მე-9 ოლიმპიადაზე კვლავ საბჭოთა ქალთა ნაკრებს ქართველები შეადგენდნენ. მაია ჩიბურდანიძე, ნონა გაფრინდაშვილი, ნანა ალექსანდრია და უკვე ნანა იოსელიანი შემოდის გუნდში და ასე ვთქვათ, საოცარ შედეგებს აღწევენ 4 ქალი მოჭადრაკიდან, 3 თავის დაფაზე საუკეთესო ასპარეზობისათვის იღებს ოქროს მედალს. თუმცა დაძაბულად ასპარეზობს საბჭოთა ნაკრები, დიწინააღმდეგობას უწევს უნგრეთის ნაკრები და მხოლოდ ბოლო ტურებში ნახევარი ქულით გაუსრო საბჭოთა ნაკრებმა და დაასრულა სწორედ ოქროს მედლით. ეს იყო ისტორიული შედეგი ქართულ ჭადრაკში, იმიტომ რომ 4 ქართველი ხდება ერთდროულად ჭადრაკის, ასე ვთქვათ, ოლიმპიადის გამარჯვებული და ოქროს ასოებით არის ჩაწერილი სოფლიო ისტორიაშიც კი. გოგო, ალბათ როგორ არ უნდა საბჭოთა კავშირში მაშინ რომ 4-ვე ქართველი ყოფილიყო, მაგრამ რას იზავდნენ? რას იზავდნენ, იმიტომ რომ რეალურად 4-ვე უძლიერესი მოჭადრაკე იყო და ეს დაადასტურეს სწორედ ვალეტაში გამართულ ოლიმპიადაზე. ბარემ აქვე გეტყვით, რომ ვალეტაში პირველად ოლიმპიადა გაიმართა შვეიცარიული სისტემით და აქაც ასე ვთქვათ, წარმატებით იასპარეზეს აი ახალ სისტემასაც არ შეუშინდნენ ქართველი მოჭადრაკეები და ოქროს მედლები ჩამოიტანეს სამშობლოში. მადლობა გოგა, საინტერესო ისტორიისათვის. ეხლა კი მეგონი დავემშვიდობოთ ჩვენს ტელემაყურებლებს და უსურვოთ მას წარმატებები. ჩვენ შემდეგში აუცილებლად გაგაცნობთ ქართველთა მონაწილეობით ასე ვთქვათ მიღწეულ შედეგებს ოლიმპიადაზე. იცით რომ წლევანდელი წელი არის ოლიმპიადის წელი და თქვენ თვითონაც დარწმუნდებით რა დიდარი და წარმატებული და გამარჯვებებით სავსე ოლიმპიადები ქონდათ ქართულ მოჭადრაკეებს. სხვათა შორის არა მხოლოდ ქალებს, ვაჟებსაც კი, განსაკუთრებით დამოუკიდებლობის პერიოდში და ამასაც დიდი სიხარულით გაგაცნობთ. გია გიორგაძე კი იყო პირველი ვაჟი მოჭადრაკე, რომელმაც ოლიმპიადიდან მედალი ჩამოიტანა, ამაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ. გონების დაფა გემშვიდობებად, გვიყურეთ Silk Universal-ზე, ასევე Silk Sport 1-ზე, Silk Sport 2-ზე და ჩვენს YouTube არხზე.